საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ვინმე კომენტარი დამიწერეთ თუ ისმის ხმა. ძალიან გაბრაზებული ვარ დღევანდელი 2 თებერვლის აქციით. აქციად გადააქციეს მეგობრებო. პანაშვიდი უნდა ყოფილიყო დღეს, ხო ვიღაც გამოჩნდა კი. ძალიან გაბრაზებული ვარ, მე ყოველ წელს დავდივარ იქ 2 თებერვალს და ყოველთვის პატივს მივაგებთ ხოლმე ამ გმირების ხსოვნას, რომლებიც მიუხედავად ტყვიისა არ უშინდებოდნენ არაფერს და კანონიერი ხელისუფლების დასაცავად სიცოცხლე გაწირეს და ძირითადად ესენი იყვნენ სულ ახალგაზრდები. დღეს მე მივედი, თან იმედით მივედი, რომ თან ვიცოდი, რომ ყველაფერი თითქოს რომ რა ვიცი რა, ან ვის უნდა ეფიქრა, რომ ამას პანაშვიდს გამოიყენებდნენ ცუდად. და რა თქმა უნდა, ამავე დროს უთხარი მათ, ვინც დამიძახეს, რომ აუცილებლად თან პირდაპირ ეთესას ჩავთავდ და ხალხს ვისაც არ შეუძლია მობრძანება ან რეგიონებში, აინც გაგვეშუქებინა. სამწუხაროდ თავიდანვე ეხლა რაღაცები არ მომეწონა ის, რომ ეს არის პანაშვიდი და არა პოლიტიკური აქცია. იქ რუსთავის, რა ქვია, უკრაინის დროშა და ესეთი რაღაცეები. როგორც ჩანს, ჩაფიქრებული ქონდათ, რომ ეს პანაშვიდი გამოეყენებინათ პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ჩემთან ერთად იმყოფებოდა უზენაეს საბჭოს წევრი, იქ შვებიც იყვნენ უზენაეს საბჭოს წევრები, მაგრამ მე გამოვყოფ ერთადერთ აი მართლა პატიოსან უზენაეს საბჭოს დეპუტატს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, ბატონ გურამ მაკაცარიას, რომელიც ასევე ძალიან გაბრაზდა და რომ ცოდნოდა, რომ ასეთ რაღაცებს გააკეთებდნენ, მე იქ არ მოვიდოდიო. ნამდვილად არ მოვიდოდიო. ანუ 2 თებერვალს, აი 2 თებერვლის ამ პანაშვიდზე, როდესაც დასრულდა, მამაო დაასრულა, მამაო წავიდა შემდეგ, გადააქციეს რუსთაველის აქციად. და სირცხვილი პირდაპირ ვიტყვი იმ ეროვნულ ხალხს, იმ ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს, ასე რომ ქვიათ, ვინც აი ეს აქციელი ჩაიდინა იქ. ეხლა განსაკუთრებით ჩვენ ცოტა იქ ბოლოს კამათი მოგვიწია, მე არ ვიცნობდი ამ პიროვნებას, თორემ შეიძლება უფრო ცუდად დასრულებულიყო, ვინმე მერაბ ჩუხუა და ეს მერაბ ჩუხუა, რომელსაც ფაქტიურად ხელში აიღო თითქოს ორგანიზატორი იყო ამ იმისა, კაცო, ამ მიცვალებულთა ხსოვნის დღეს, მიტინგი ჩაგვიტარა იქ. და ვინ არის ეს და საერთოდ 33 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ გვინახავს ჩვენ, რომ მერაბ ჩუხუა მოსულიყო იქ და პანაშვიდზე პატივი მიეგო ამ გმირებისთვის, არასდროს არ ყოფილა. ეს იყო დავალებით მობრძანებული იქ, რომ აგიტაცია გაეწია და მხარი დაეჭირა რუსთაველზე მიმდინარე აქციისთვის. აი გარედან ეს მეხუთე კოლონა, რასაც გეგმავს, რომ საქართველოს სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს, მე კიდევაც უთხარი, მე შენ არ გეგონო ან კოცი, ან ნაცი, მე ვარ საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი, დავით ჭაბუკაშვილი მეთქი და ამას როცა გამორთავ, მე დავილაპარაკებ ჩვენ კიდევ უფრო მეთქი, კაცრად. თუ არა და ნებისმიერ პირდაპირ ეთერში მოგიწვევ და მე ამტკიცე, აქ რაღაც სისულელეები, ვითომ არჩევნები, ახალი არჩევნები და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს უზენაესმა საბჭომ, ბიჭო, უზენაესმა საბჭომ რო უნდა დანიშნოს და კონსტიტუციური სამართლიანობა რო უნდა აღდგეს, ეს ძალიან კარგად ვიცით, ლეგიტიმაცია ასე უნდა აღდგეს, მაგრამ ახლა რო არჩევნები დაინიშნო, არჩევნები რო დანიშნო, უზენაეს საბჭოს დაანიშნებს, ვინ დაანიშნებს? დღეს უზენაეს საბჭოს არჩევნებს. ესეთი. მეორე, დღეს რომ არჩევნები დაინიშნოს, შენ თუ მართლა აგენტი და ჯაშუში არ ახარ, ხო, ამ ქვეყნისა? და იმ ნაციონალური მოძრაობის აგენტი არ ახარ. დღეს რომ არჩევნები დაინიშნოს, ვითომ რომ ეროვნულობ და ვითომ რომ გამსახურდიას ერთგული ხარ,
სად არის ეროვნული ძალა ჯერ დღეს რომ აი ეს მონსტრები დაამარცხოს ერთი მითხარი და გადატრიალება რომ მოხდება სახელმწიფო გადატრიალება რომ მოხდეს ესე იგი უზენაეს საბჭოს დაანიშნებენ არჩევნებს ესენი ეს არის მეგობრებო თაღლითური აზრები ესენი არიან ჯაშუშები და ვინ არის ახლა ეს მერაბ ჩუხუა ეს მე არ ვიცოდი ვერ ვიცანი ეს ბატონი ბრძანდება იმ ჩუხუას შვილი ძმები ჩუხუები რომ იყვნენ ვინც უკანასკნელ გზაზე გაიყვანა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან აი ეს მისმა მამამ და ბიძამ გაიყვანეს იქიდან და აი იქ შუაგზაზე დახვდა გულუას რაზმი რომელმაც აიყვანეს და დანარჩენი კარგად იცით რომ დახვრიტეს და მიცვალებული მიიყვანეს მერე ღურცკაიას სახლში აი ეს მისი მამა და ძმა ბრძანდებოდა ბიძა ანუ მისი მამა და ბიძა ბრძანდებოდა ორი ძმები ზაურ და ანატოლი ჩუხუები იმისი ბიჭი ყოფილა ეს ბატონი და დღეს ერთგულებას გვეფიცება აქ ვითომ გამსახურდიას ერთგულია და ხარს უჭერს აი იმას ვისაც გინდა დაუჭირებ ხარი მაგრამ პანაშვიძე რომ მიდიხარ კაცო გასვენებაში რომ მიხვიდე უნდა იცეკო აი მერაბ ჩუხუა პირდაპირ გეუბნები შენ ხარ საქართველოს მოღალატე შენ ხარ ჯაშუში შენ ხარ დაქირავებული აგენტი ნაციონალური მოძრაობისა და სიცხვილი მე აი ვაშუქებდი და იქ არ მინდოდა დებოში ამეტეხა მაგრამ სიცხვილი იმ ეროვნულ ქალბატონს რომელსაც ძალიან დიდ პატრიცები ცხოვრებაში მაგრამ როდესაც ამას აპიარებთ რომ პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი მიუმართავ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეთ ვინ არის პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარი არის ირაკლი დოკვაძე ამ ქვეყანაში 23-ვე ხელისუფლები შევარდაძის სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ხელში მზის სინათლე რო რა ქვია აჩვენეთ სამივე ხელისუფლების ხელში პატიმარი ყავთ კაცი 30 წელია თითქმის უკვე ციხეში და არაფრის გამო ზვიად გამსახურდიას ერთგულების გამო აი ის არის პოლიტპატიმარი და არა მზია ამაღლობელი ნაცსექტის ვიღაცა ისა სამარცხვინოა მეგობრებო ყველაფერი როგორ შეიძლება გამოიყენო პანაშვიდი შეიძლება ამხელა გმირების პანაშვიდი გამოიყენო რუსთაველის აგიტაციის აქცია მიმდინარე აქციების პროპაგანდად აბსოლუტურად ყველამ უნდა ვინც იქ იმყოფებოდა ყველამ დააფიქსირეთ თქვენი აზრი თორე საბოლოოდ იქნებით გამიჯნული ყველანაირი არასოდეს არ იქნება თქვენი ადგილი არც ეროვნულ გაერთიანებაში და არც და ასევე წასული იყო მამა მირიანი დაურეკა მე ვიცი რომ ესაუბრა ტელეფონზე ბატონი გურამ მაკაცარია რომ მას ეს არ უნდა გაეტარებინა და ეს უნდა თავის პოზიცია დაეფიქსირებინა რომ ეს არ შეიძლება პანაშვიდსა და ასეთ დიდი გმირების იმას მიაყენო შეურაცხყოფა კიდევ ვიმეორებ მან მითხრა აი გურამ მაკაცარიას სიტყვებს ვამბობ ამ პატრიოსანი დეპუტატის სიტყვებს რომ ცოდნოდა ესეთი ამბავი მე იქ არ მოვიდოდიო პირველად ცხოვრებაში კაცი ამბობს რომ ყოველ წელს მოდის პირველად ცხოვრებაში აი მამას გავაკეთებდი და არ მივიდოდიო არ ვიცი რა ეს ხლა რანაირად უნდა განვარტოთ აი მიდის მოთხოვნა ხო ბიჭო თუ ზვიად გამსახურდიას მომხრე ხარ ჯერ გაიარე ზვიად გამსახურდიას და როგორც იარა იმ კაცმა ხო ჯერ ეროვნული ძალა შექმენი მერე მოითხოვე საარჩევნო კანონის შეცვლა მერე მოითხოვე ლეგიტიმური არჩევნები რა ახალი არჩევნები რის რიგარეში არჩევნები რამდენჯერმე ჩაატაროთ ესე იგი სანამ სააკაშვილს არ მოიყვანთ ხელისუფლებაში და სანამ ხელმეორედ არ გაწამებთ და ან რა მნიშვნელობა აქვს ამათი რა ქვია 35 წლიანი იმას ჩვენ რა ქვია კლოუნადას უნდა უყუროთ მუდმივად თქვენ ხო არ გონიათ მე ქართული ოცნების რაღაცა მომხრევად გავაკეთებ ძალიან დიდ ეროვნულ გაერთიანებას და ამათ ორივეს ერთად ჩავრეცხავ ქართული ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც მაგრამ პირველი ჯერ ნაციონალურ მოძრაობას გავისტუმრებ და იქვე მიყვება მე ის ქართული ოცნებაც
ეს ფუქსავატები ესენი თუ უშიშროების წევრები რო ყავთ იქ მოგზავნილი აქციაზე და ამ დროს თქვენს პოზიციასაც არ იჭერენ თან კარგად დაფიქრდით ვინ არიან ეს ხალხი საერთოდ უშიშროების წევრები არიან დიახ და აქედან ნუ ემუქრებით კიდევ იქ ამერიკაში ვიღაცებს იქ ჩემ მეგობრებს იქ ნუ ემუქრებით თუ ვინმეს პასუხისგაცემა გინდათ ერთი მეგამეცით აქ რა არავის არ ეშინია თქვენი რა ეს ჩუმჩუმი ძრომიალი ეს არაკაცური ძრომიალი ეს და ტროლები და ბოტებით რო არის ავსე ყველაფერი აი ეს არის მეგობრებო მე გმობ აბსოლუტურად სპეციალურად ავშლი ვიდეოს პირდაპირ ეთერს რომ ყველას ეს პოზიცია სამუდამოდ დარჩეს ისტორიაში რომ აი ეს ხალხი რომელსაც ერთდროს ძალიან დიდი მე ყველაზე არ ვიძახი არის იქ რამოდენიმე რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში დღეს რა ჩაიდინეს ეს იყო ძალიან სამარცხვინო საქციელი მე გმობ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ იმ დიდ გმირებს ძალიან დიდ გმირებს რომლებიც ტყვიას არ შეუშინდნენ და კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად ყველაფერი გააკეთეს და ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს აი ამას ესეთ აქციას რო გამოიყენებ ამისთვის ხო ამ ბინზური თამაშებისთვის უკანასკნელი ნაძირალა ხარ ვინც გინდა იყოს ის არ ვიცი აი ეს მინდოდა მე თქვა მეგობრებო ძალიან ამაზაზენი იყო დღეს ამის ყურება ყველაფრის და იმ უკრაინის დროშებს რო აფრიალებთ ისიც კარგად გაიხსენეთ უკრაინის გემი რო შემოვიდა ბალტინისის და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა რო ხდებოდა ვინ ჩააშო იქ დასავლეთ საქართველოში ზვიად გამსახურდია უთოფოდ იყო ჩამოსული ქუთაისამდე და ფაქტიურად ყველაფერი წესრიგში იყო უკვე და კანონიერებაც აღდგებოდა სწორედ უკრაინის გემი იყო უკრაინის ბალტინის ჯარი იყო იქ და უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაასამარეს და ნუ გვამადლით ნუ რაფეს ეს არის სრული სიმართლე და არანაირი მორალური უფლება არ ქონდათ იქ ორთებერვალს გარდაცვლილი გმირებთან იქ უკრაინის დროშა გეფრიალებინათ აი სულ ეს მინდოდა მეგობრებო მე თქვა ძალიან გაბრაზებული ვარ მე ჩემი პოზიციებს და ჩემს სიმართლეს აი არასოდეს არ დავთვალ ქავეზეც მიწერია ჩემი სიმართლე ჩემი მტერია მეთქი მაგრამ სიმართლის ერთგული ვიქნები ყოველთვის და ამას მე არასოდეს არ გადაუხვევ ეს არის ჩემი მტკიცე პოზიცია ყოველთვის მადლობთ მეგობრებო ძალიან გთხოვთ აი გთხოვთ რომ გააზიაროთ და აი ეს ხალხი ყველამ კარგად აი ამის წინა ვიდეოა ის პირდაპირ ეთერი რომელიც ჩავწერე მე 6 რაღაც წუთებზე და ყველამ უნდა ნახოს ეს დაინახოს კარგად ამათი სახეები თუ ვის ერთდროს რო გამსახურდიას უჭერდნენ ხარს დღეს ვის გვერდით განა და გასაკეთებენ მადლობთ მეგობრებო ყურადღებისთვის